თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. რუსული პასპორტის მფლობელი მსჯავრდებული ბაჩიაშვილი მისი საქმის უკან პოლიტიკურ სარჩულს ხედავს, რასაც არასერიოზულს უწოდებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გამოძიებას მასთან კონკრეტული კითხვები გაუჩნდა. მარიამ ქართველიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს. რუსეთის მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილის ბიტკოინების აფერა პოლიტიკურ ავანტიურამდე მივიდა სააპელაციო საჩივრის განხილვის ხდომაზე. პატიმარ ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ანტიდასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მსჯავრდებული ამ გზით ბრალეულობის გადაფარვას და ყურადღების გადატანას ცდილობს, რაც ბევრჯერ ნაცადი და გაცვეთილი მეთოდია. პარლამენტის დეპუტატების თქმით, პოლიტიკა დამნაშავეს ფარად ვერ გამოადგება. გიორგი ბაჩიაშვილი დამაჯერებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის ასეულობით მილიონის მითვისების საქმე. ისეთივე პოლიტიკურია, როგორც თავად ბაჩიაშვილისთვის. ბაჩიაშვილი კი მათთვის არც მეტი, არც ნაკლები პრინციპულობის მაგალითია. ბაჩიაშვილი კიდევ ერთი ის ადამიანია, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მამხილებელი ადამიანია. ბაჩიაშვილი ფულის გამო ყველაფერს არ აკეთებს და აქვს მას რაღაცა თავისი პრინციპები და თავისი წითელი ხაზები. ბაჩიაშვილი საერთოდ არავის არ უნახავს არც პოლიტიკურ განცხადებებში, არც პოლიტიკაში საერთოდ. და ამ განცხადებაზეც ემჩნევა, რომ ის ტყუის რა ანტიდასავლური, ან პროდასავლური, ან პროქართული და ანტიქართული განცხადებები ბაჩიაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბრალდება, რომ მან რეალურად მოიპარა დიდი ფული და შესაბამისად სასამართლოში ჰქონდა მას ეს პროცესი და პროკურატურაში ბრალდების საფუძველზე სასამართლოში დადგინდა ეს და ახლა რა პოლიტიკური განცხადებები, ეს პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე როცა სისხლისამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია. ბაჩიაშვილი გადავიდა რაღაც პოლიტიკურ ასპექტებზე, განცხადებებზე, ის რაღაცა კონსპირაციაზე, რაღაც ჯეიმს ბონდის სცენარების მოყოლაზე და რაღაც საგარეო კურსთან დაკავშირებით შეფასებებს. რა შუაშია პოლიტიკური ასპექტი იმასთან, რასაც ქვია ათეულობით მილიონი დოლარის თუ ბიტკოინის მოპარვა. მოპარვა პირდაპირ. მით უმეტეს რომ დაცვის ხარეს და ბრალდების ხარეს საკმაოდ სერიოზული საშუალება აქვთ, რომ იყვნენ თანაბარ პოზიციებში. ეს ის პერიოდი არ არის, როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატები მართავდნენ ამ ქვეყანას. მოგონილი თემა აქვს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რასაკვირველია არის ერთ-ერთი რესურსი იმისათვის, რომ სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბაჩიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენით დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტა მითვისა, საუბარია 9,000 ბიტკოინზე. დაზარალებული ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.